საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის 10 ოქტომბერს დუბაიში ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ-ზუიდმა მოაწერეს ხელი. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის შეფასებით შეთანხმება მყარი საფუძველი იქნება ჩვენს ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოდან ემირატებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე ქართული პროდუქციის 97.9% შევა. საქართველოსათვის გაიხსნება 10 მილიონიანი სამომხმარებლო მაღალმწყიდველუნარიანი ბაზარი. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს. რა გავლენა ექნება შეთანხმება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით დეტალებზე სასაუბროთ გვანცა მელაძე ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. დილომშვიდობისა გვანცა, მადლობა რომ გვერდთვებით გადაცემაში. პირველ რიგში მინდა რომ კითხვით დავიწყო, რა შეთანხმება რა ტიპის შესაძლებლობას შექმნის ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაძლიერების მიმართულებით. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბიზნეს სექტორი დიდი ხანია უკვე განწყობილია პოზიტიურად ამ მიმართულებით. არაბეთის გაერთიანებული საამიროებში უკვე არის საკმაოდ მსხვილი ექსპორტი და ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, ეს მოვლენა არ არის გარკვეულად მოულოდნელი. შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული სექტორები ჩვენთან უკვე მზადაც კი არიან, რომ უკვე ისარგებლონ ამ შეღავათებით, რადგან საკმაოდ მრავალფეროვანი პროდუქცია უკვე გადის. პოტენციალს დავყოფდი, ასე ვთქვათ, ერთი მხრივ პროდუქციის ექსპორტის კუთხით და მეორე მხრივ ასევე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. რამდენადაც ვიცი, ეს არის კომპლექსური შეთანხმება, რომელიც ასევე მოიცავს მომსახურების სექტორსაც. მართალია ჯერ თვითონ ტექსტი ამ შეთანხმების არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა იყო ეს გაჟღერებული. აქედან შეგვიძლია უკვე ვივარაუდოთ, რომ გარკვეული ინვესტიციების მოზიდვა იმ თქვა დიდი ბრენდების მიერ, რომელსაც შეუძლიათ დისტანციურად მომსახურება მიაწოდონ ამ მიმართულებით, ეს უკვე გარკვეულ რეალურ შესაძლებლობებს ქმნის. ამას გარდა რომელ დარგებში გვაქვს ეს შესაძლებლობა განსაკუთრებულად პროდუქციის ნაწილში და მეორეს მხრივ რაზეც თქვენ საუბრობთ ახლა დისტანციური მომსახურების და სერვისის მიწოდების თვალსაზრისით. ისე ვიმეორებ, რომ დეტალებში ჯერ არ ვართ როგორც ასოციაცია გარკვეული და არ გვაქვს გაანალიზებული შეთანხმების ტექსტი, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ IT მომსახურების სფეროში ასევე დისტანციური, ასე ვთქვათ, helpdesk-ების კუთხით შესაძლებელია უკვე მუშაობა და ბიზნეს პროცესების, ესე იგი, გასხვისება აუთსორსინგი, business process outsourcing, ესე ეძახიან ინგლისურად, ამ ტერმინი არის საკმაოდ გავრცელებული. ვფიქრობთ, ამ კუთხით იქნება დაინტერესება. ამასთანავე უკვე პარალელურად გარკვეულწილად მიდის საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება პოზიტიურ ჭრილში და ინტერესი იზრდება და შესაძლებელია ასევე რომ მყარ ინფრასტრუქტურაშიც მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა. რა თქმა უნდა, აქ უფრო მგონი უბრალოდ უნდა მოვიქცეთ და ისეთი ინდუსტრიებში მოვიზიდოთ ეს თანხები, რომელსაც მოყვება ასევე know-how, არის ვთქვათ დიდი ბრენდები და გარკვეულწილად გრძელვადიან შეღავათს და სარგებელს მისცემს ქვეყანას და არა მაგალითად რაღაცა მარტივ სამშენებლო ინდუსტრიებში და უძრავი ქონების, ასე ვთქვათ, რეალიზაციაში, რაც ვთქვათ აქამდე უფრო იყო პოპულარული ამ მიმართულებიდან, ასე ვთქვათ, ასეთი ტიპის ინვესტიციების მოზიდვა. რაც შეეხება თვითონ ბაზარს, არის საკმაოდ სყიდველუნარიანი, მაგრამ საკმაოდ განვითარებული და კონკურენცია მარტივი არ არის. თვითონ ეს სატარიფო შეღავათი გარკვეულწილად არის ძალიან პოზიტიური, თუმცა საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ მყისიერად გაიზარდოს. რა შეიძლება იყოს საქართველოს ნიშა ამ შემთხვევაში ქართული კომპანიების, იგივე არ ვიცი, პროდუქტებთან მიმართებით, როცა ვლაპარაკობთ, ღვინო იყო მთავარი გამოყოფილი, ასევე ხილი და ბოსტნეული, რა ნიშა შეგვიძლია დავიჭიროთ და რა შეიძლება იყოს ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ამ ბაზარზე?
სწორედ აღნიშნეთ ხილი და ბოსტნეული, ვინაიდან ლოგისტიკურად მეტნაკლებად ეს მიმართულება არის ჩვენთვის კარგად ათვისებული და ავიარეისები ანუ ხორციელდება და სწორედ ამ ასე იგზავნება ანუ ჩვენგან ეს ახალი ხილი და ბოსტნეული ამ მიმართულებით არის რა თქმა უნდა პოტენციალი, თუმცა აქ საჭიროა ცივი ჯაჭვის შენარჩუნება და სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფრასტრუქტურა ისე მოწყობილი, რომ თვითონ ფერმიდან ასე ვთქვათ დანიშნულების ადგილამდე ისე მოხდეს ამ ახალი ხილბოსტნეულის გადაზიდვა და მიწოდება, რომ არ დაირღვეს ეს ტემპერატურული რეჟიმები. ამაზე იქნება ძალიან ბევრი სამუშაო. ჩვენ დიდი ხანია ვქომაგობთ, ასე ვთქვათ, ქუთაისის აეროპორტში კარგო ტერმინალის მშენებლობას და ვფიქრობთ, რომ დასავლეთის მხარეს მოწეული პროდუქცია, რაც განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს, როგორიც არის კენკრა, მწვანილი და ასევე ბახჩეული, აი თუ მოგვარდება ლოგისტიკურად ანუ ეს პრობლემა, მე ვფიქრობ, ბევრად უფრო დიდი რაოდენობით შეიძლება რომ ეს პროდუქცია გავიდეს და სეზონურად დაიტვირთოს, ასე ვთქვათ, ეს ხარისხობრივი თვალსაზრისით როგორია მოთხოვნები ჩვენ ძალიან ბევრი ბაზარი გაგვახსნა ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა მონაცემებს რომ ვუყურებთ, მაინც მთავარი საექსპორტო ქვეყანა რჩება ისევ რუსეთი და ვერ ხდება ვთქვათ იგივე ევროკავშირის ქვეყნებში და სხვა ბაზრებზე გატანა. აი ამ მიმართულებით რა მდგომარეობა და რამდენად შეუძლია ადგილობრივ პროდუქციას იქაური მოთხოვნების დაკმაყოფილება. მოდით შევთანხმდეთ, რომ ხარისხზე მოთხოვნა ყველა ქვეყანაში იზრდება და ადრე თუ გვიან დაბალხარისხიანი პროდუქტის გასაღების ბაზრები ძალიან შემცირდება და ამ მიმართულებით მაინც მოუწევს ბიზნესს გარდაქმნა და შესაბამისი სერტიფიცირება. არის გარკვეული მოთხოვნები, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც, თუმცა სულსარწმუნებლობის კუთხით მაინც ვერ შევადარებ ევროკავშირს, იმიტომ რომ მაგალითად ცხოველური პროდუქციის ექსპორტი ჩვენ ევროკავშირში გვაქვს შეზღუდული, მაგრამ აქ ამ მიმართულებით მაგალითად ცოცხალი ცხვარი გადის და ახერხებენ, ასე ვთქვათ, ფერმერები, რომ დააკმაყოფილონ ეს საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები. ამ მიმართულებით უკვე ამ ბაზარზე იმდენად სულსარწმუნებლობის დაკმაყოფილების პრობლემა არ არის და ხარისხის რამდენადაც არის უფრო ბიუროკრატიული მექანიზმები ჩართული და ანუ აი თვითონ დოკუმენტაციის მომზადება და ყოველთვის სასურველი არის ხოლმე რომ ადგილზე ძალიან კარგი გამოცდილი პარტნიორი იყოს, რომ კომპანიას არ მოუწიოს ხოლმე, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი აი ამ პროცედურის გავლა. მაგრამ ვინაიდან უკვე თითქმის რა ვიცი 7-8 წელი ალბათ უკვე რომ ქართველი მეწარმეები იღებენ მონაწილეობას გალფუდში, რაც არის დუბაიში გამართული საერთაშორისო საკვების და სასმელის გამოფენა და აქედან გამომდინარე გარკვეული გამოცდილება შემიძლია უკვე ვთქვა, რომ ჩვენ წევრებში არის და ესეც მოგვარებადია. ასევე ცოტა ხნის დაიწყო მუშაობა USAID-ის დაფინანსებით ლოგისტიკური ჰაბის მოწყობაზე, მოხდა გარკვეული პროდუქციის სუპერმარკეტისთვის განკუთვნილი პროდუქციის საკვების სასმელ პროდუქციის გადაზიდვა ლულუ სუპერმარკეტებში დუბაიში მოხდა განთავსება და ამ მიმართულებით ამ ბაზარზე მაგალითად და ეს ძალიან კარგი მაგალითია, ძალიან კარგი ასე ვთქვათ შესაძლებლობა უკვე რომ გაიცნონ ქართული პროდუქცია და უკვე ანუ პირადად მომხმარებელზე გავიდეთ როგორც ასეთი და მოთხოვნა გაიზარდოს ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ხარისხზე კონსენსუსი არასდროს არ არის, ხარისხზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება და რაც დრო გავა, მით უფრო და უფრო უნდა ჩავდოთ მეტი ინვესტიცია, რომ გავაუმჯობესოთ ხარისხი და შესაბამისობა ნებისმიერ ბაზარზე და როდი შეიძლება ასახულიყოს რეალურად ხელშეკრულების პოზიტიური გავლენა ჩვენ სავაჭრო მონაცემებში რა არის მოლოდინები და დაახლოებით როდიდან შეიძლება ეს ყველაფერი ხელშესახები იყოს თქვენ როგორი გათვლები გაქვთ ამ ნაწილში? მე ვფიქრობ იქიდან გამომდინარე რომ სეზონურ პროდუქციაზე უფრო ჩვენ დიდი წილი ასე ვთქვათ ამ მიმართულებით სეზონურად მიდის სავარაუდოდ 1 წლის განმავლობაში ანუ შემდეგ წელს სადღაც ივლისიდან უკვე დავინახავთ ალბათ სტატისტიკურად ზრდას ციფრების ვნახოთ თხილის თემაც ანუ თხილიც აქტიურად გადის და ეხლა არის თხილის ექსპორტის
სეზონი და შეიძლება გარკვეულწილად ვთქვათ 10-15%-ით გაიზარდოს ასევე ამ მიმართულებით, თუმცა ექსპორტში არ არის სამწუხაროდ ესე მარტივად და სწრაფად არ ხდება ხოლმე შეთანხმებების გაფორმება და ველოდებით რომ რამდენიმე თვეში ასე ვთქვათ, იქნება უფრო საგნად, მაგრამ ზოგადად ერთ წლიან ჭრილს ვიღებთ ხოლმე, რომ რაღაც შეღავათი, ასე ვთქვათ, დავინახოთ. რა ტარიფს რაც შეეხება, ტარიფი თვითონ დიდი არ არის, რომელზეც ვთქვათ, რომელიც ნულდება ჩვენთვის ზოგადად 5%-იანი ტარიფი არის მაქსიმუმი ამ მიმართულებით და ძალიან ახლოს არის სატარიფო სქემა საქართველოს სატარიფო სქემებთან საკმაოდ მარტივი და დაბალია და მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია ეს ბაზარი ამ კუთხით. აქ იმდენად არ ველოდებით ჩვენ რომ ეს ვთქვათ შეღავათი მოიტანს რაღაც გარკვეულ სერიოზულ ასე ვთქვათ სარგებელს მატერიალურს ჩვენ უფრო ვფიქრობთ რომ მოხდება ქვეყნის პოპულარიზაცია მეტად გაიზრდება სავაჭრო ურთიერთობები გაუმჯობესდება და ამის ხარჯზე და ინვესტიციების ხარჯზე მოხდება ამ შეთანხმების ასე ვთქვათ სრულად ათვისება. რეალურად რო დავთვალოთ მილიონზე სადღაც $50,000 შეღავათი გვაქვს იმ პროდუქციაზე რომელიც საქართველოშია ნაწარმოები. რა თქმა უნდა ცუდი არ არის, თუმცა რაღაცა გარკვეულწილად ესეთი აი მხოლოდ ამაზე რო გქონდეს გათვლები, ესეც ვერ ვიტყოდი რომ ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ დიდი ბაზარია საქართველოში მიწოდების ნაწილში და უწყვეტობის კუთხით ძალიან ბევრ კომპანიას აქვს ხოლმე პრობლემები. ამ კუთხით ხომარელით გართულებებს სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, რამაც შეიძლება ის შედეგი არ მოგვცეს, რაც საწყის ეტაპზეა მოლოდინში. გართულებებს არ ველოდებით გარდა იმ პრობლემისა, რომ თქვათ ლოგისტიკურად ვერ მოხდეს შესაბამისად უზრუნველყოფა ამ ბაზრის. იმიტომ რომ მეტნაკლებად როგორც აღნიშნე გამოცდილება უკვე არის ამ მიმართულებით, ეს არ არის ჩვენთვის ახალი ბაზარი და ქართული ბიზნესი დიდი ხანია უკვე ცდილობს შეღწევას ამ ბაზარს და დამკვიდრებას. მე ვფიქრობ ახალი ვთქვათ ცოტა მეტი გამოწვევები შეექმნება ღვინის სექტორს, რადგან ცოტა ხნის წინ შემსუბუქდა რეგულაციები და ტურისტულ სეგმენტზე მოხდა დაშვება მოკლედ ალკოჰოლური სასმელის მიყიდვის რეალიზაციის და აქედან გამომდინარე ეს ნიშაც გამოჩნდა ცოტა ხნის წინ, რომელიც შეიძლება რომ დავიკავოთ, თუმცა აქ უკვე გამოცდილება არ არის და აი ამას ვერ გეტყვით რამდენად პროფესიონალურად შეეჭიდებიან ქართველი მეწარმეები და აი აქ მაქვს უფრო მოლოდინი, რომ გარკვეული პრობლემები შეიძლება შეიქმნას. ანუ რომ შევაჯამო ლოგისტიკურად ვფიქრობთ, რომ იქნება მაინც გაგრძელდება აი ეს ლოგისტიკური პრობლემები და ასევე ალკოჰოლის სექტორში. მადლობა გვანცა თქვენი დროისთვის. იმედს ვიქონიებთ, რომ წარმატებული იქნება თანამშრომლობა. გვანცა მელაძე ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე პასუხობდა საქმე ინდილის კითხვებს.